სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ასამაღლებელი რეგიონული პროექტის განხილვა თელავში. ინიციატივის მიზანია კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტი მოიცავს კახეთის 8 ქალაქში ელექტრონარჩენების შეგროვების სივრცეების შექმნას, მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ტრენინგების ჩატარებას, კონკურსში ჩართვას, გამარჯვებულის გამოვლენასა და დაჯილდოებას. გარემოზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია, აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტთან ერთად, ორგანიზაცია ვესტლესთან ერთად ჩვენ ვიწყებთ საპილოტო პროგრამას კახეთის საჯარო სკოლებში, კერძოდ განვათავსებთ შესაგროვებელ კონტეინერებს სპეციფიური ნარჩენისთვის, კერძოდ ეს იქნება ელექტრონული და ელექტრომოწყობილობები, რის შეგროვების შემდეგაც აღნიშნული ნარჩენი განთავსდება უსაფრთხო გარემოში, რაც საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს ჩვენს რეგიონში გარემოს ზრუნვაზე, ცნობიერების ამაღლებას. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება კახეთში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ორგანიზებას, რომელიც ფაქტიურად პირველი არის ეს რეგიონალური დონის კამპანია. ჩვენ ვაპირებთ კახეთში, ვლავე მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებთან ვითანამშრომლოთ და შევაგროვოთ სპეციფიკური ნარჩენები. ამისათვის განვათავსებთ სპეციალურ ბრენდირებულ ურნებს და შევაგროვებთ სპეციფიურ ნარჩენს, როგორც არის ელექტრომოწყობილობები და ბატარეები და სკოლებს შორის გაიმართება კონკურსი და ძალიან სახალისო ამბები გველოდება წინ და საბოლოოდ ამას ყველაფერს შეაჯამებს ფესტივალი, რომელიც იქნება ნარჩენების შეგროვების ფესტივალი, სადაც შევიკრიბებით ყველა ერთად და გარემოზე ზრუნვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს შევაფასებთ. ნარჩენების მდგრადი მართვა თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, შესაბამისად ის რეგიონალური კონფერენცია და პროექტი, რომელიც ცნობილი ნარჩენების მართვის, ცნობიერების ამაღლების კუთხით კახეთში იწყება, არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ძირითადი მიმართულებები, მათ შორის კახეთის სხვადასხვა ქალაქებში და დაბებში სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების კამპანიისა და ახალგაზრდების ჩართულობასთან მიმართებით. ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ სპეციფიკური მათ შორის ელექტრონარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების წილს ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.